საღამომშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით. დღეს დაიკრძალა პატრიარქი და რაც თბილისში ხდებოდა, ამ ყველაფერმა, ვიცი ახლა, თუმეტეს ამ ომების და ამ უბედურების ფონზე მთელი მსოფლიო აალაპარაკა და ალბათ თვითონ ჩვენც ქართველებშიც გამოიწვია ბევრში გაკვირვება, რომ თურმე ამდენი ადამიანი ყოფილა პატრიარქის პატივისმცემელი, თურმე ამდენი ადამიანისთვის პატრიარქი ყოფილა ასეთი ძვირფასი, ასეთი ავტორიტეტი, ახლა ამას ძალით ვერანაირად ვერ გააკეთებ, ამდენ ხალხს რა ძალაც არ უნდა ჰქონდეს ამ მასშტაბის ქვეყანაში, ძალით ვერ მოყრი ამ ხალხს. რამდენი ფულიც არ უნდა ჰქონდეს, ვერც ფულის საშუალებით ვერ მოიყვან ამდენ ხალხს. ერთადერთი რამაც შეიძლება მოიყვანოს, ხო, ისევე ქართველის ზნეკეთილი ბუნება არის ეს ყველაფერი და მე არ ვიცი ოდესმე მომავალში რა იქნება და როგორ იქნება, მაგრამ ძალიან მეეჭვება უახლოეს მომავალში ვინმე ასეთი პატივით და ასეთი რაოდენობის ადამიანებით იქნას დაკრძალული. ძალიან მეეჭვება, ამიტომ ეს ყველაფერი აჩვენებს კიდევ და კიდევ იმას, რომ მიუხედავად ყველაფრისა, რაც ხდებოდა, რაც ხდება, როგორი აღვირახსნელი ცხოვრების სტანდარტი მიმდინარეობს 35 წელიწადია ქვეყანაში, მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაინც არ მოხდა ქართველი კაცის და საქართველოს შეცვლა. ახლა მე მესმის იმ ადამიანების, რომლებიც ამბობენ ზოგი მოდის გამო იყო, ზოგი ფარისევლობის გამო, ესეც მესმის, განა არ მესმის. არის კატეგორია ეგეთების, მაგრამ საერთო ჯამში, ჩვენ როდესაც ვლაპარაკობთ, რომ ქართველი ხალხი სხვა, ესენი სხვა არიან, ისინი სხვა არიან. ვინაა ქართველი ერი და სინამდვილეში რას წარმოადგენს ქართველი ერი. მე არ ვამბობ აქ რაღაცა ესეთ ფანატიკურ დამოკიდებულებებზე და რაღაცეებზე. მე ვამბობ იმაზე თუ ის რაც ხდებოდა დღეს თბილისის ქუჩებში, საერთოდ ეს დღეები რაც ხდება და დღეს რაც ხდებოდა და კიდევ და კიდევ ერთხელ გული დამეწვა, შემეცოდა ჩვენი ზნეკეთილი ერი, მართლა, რომელიც ამდენი წლებია არის ამდენი უსინდისოს, ამდენი მოღალატის, ამდენი ქვეწარმავლის ხელში და როდესაც ამ ერს მოუბრუნდებიან მერე და იტყვიან, რომ ამ ერს განათლება ჭირდება თურმე. ეს ერი თურმე შესაცვლელია, თურმე ეს ცხოვრების წესი არ ვარგა, ეს ბნელი გრუზინული, რუსული მართლმადიდებლობის, რუსული ქრისტიანობის მიმდევრები არიან. და თუ ვინმე რამეს მოინდომებს საქართველოში, ყველამ უნდა დაუშავოს ყველაფერი ამ უმრავლესობას, კი ბატონო 80% გულწრფელად ვინც იყო მოსული და ეს პროცენტებში არ ვიცი, მაგრამ აბსოლუტური უმრავლესობა გულწრფელად იყო მისული, ამას არ ჭირდება ლაპარაკი და ხალხის ქცევას დააგვირდით, ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულებას დააგვირდით. როგორ დაიტირა ქართველმა ერმა მისი პატრიარქი. არ აქვს მნიშვნელობა, იქ შეიძლება ყოფილიყო უამრავი ადამიანი, რომელსაც შეიძლება 90-იანებში გულის წვეტა ქონდა, ასე ქონდა, ის ამას მნიშვნელობა არ აქვს. ქართველი ერის საქციელი იყო ეს და ამას ვერ დადგამ. რა ადონის ძლიერი პოლიტექნოლოგიც არ უნდა იყო, რა ადონის ძლიერი რეჟისორიც არ უნდა იყო, რა ძალაუფლებაც არ უნდა ჰქონდეს, თუ ეს ერს არ აქვს თავის გენეტიკურ კოდში, ამას ვერ შეძლებ. და ყოველთვის ასე დროს ჩნდება კითხვა, რატო უნდა იყოს ეს ერი ყოველთვის ასე დაჩაგრული, რატო უნდა იყოს ეს ერი ყოველთვის ასე წამებაში, რატო უნდა იყოს ეს ერი ყოველთვის ტანჯვაში, რატო უნდა გქონდეს ამ ერს ყოველთვის იმის განცდა და იმის ფიქრი, რომ
აი ხო ხედავთ ახლა რამხელა ძალაუფლებას ფლობდა პატრიარქი, ხო? ახლა მისთვის ნებისმიერი მთავრობის შეცვლა იქნებოდა, შემოცვლა იქნებოდა თუ რა იქნებოდა, მას რომ პოლიტიკური მიმართულებებით დაეწყო ეს ყველაფერი, ხო ხვდებით, რომ ქართველი ერისთვის ამის პრობლემა არ იქნებოდა. ხო ხვდებით ამ ყველაფერს. მაგრამ საერთო ჯამში პატრიარქი დაკრძალეს, მიაბარეს ისე როგორც წესი იყო და საერთო ჯამში ამ მომენტისთვის ჩვენ გვაქვს ქვეყანა და ჩვენ გვაქვს საქართველო. აი ახლა მთელ მსოფლიოში ალბათ დაიწყებენ თავის მოწონებას ამ ქართველობით, ქრისტიანობით, მართლმადიდებლობით, ქართველი ერის ზნეკეთილის აქციელით და ზეწესიერებით დაიწყებენ ალბათ ყველა ლაპარაკს და ყველა შეეცდება რომ მიიწეროს ეს თავის თავზე არავინ არ უნდა მიიწეროს ეს არც ხელისუფლების დამსახურება და არც ვინმესი კონკრეტული პიროვნების ესა ქართველი ერის სახე ნამდვილად და ამ მომენტისთვის ქართველ ერს იმის უფლებაც კი არა აქვს რომ საკუთარი შვილები სკოლაში მართლმადიდებლური ქრისტიანული წესით გაზარდო. რატო ხდება ეს ყველაფერი? რატო ვინ უკრძალავს აი ესა ერის ნება? ეს იყო პატრიარქის ნებაც, ხო? იგივე ქართული მიწის გაყიდვასთან დაკავშირებით. ვინც იყო მისული იქ? აბსოლუტურად ყველა თანაზიარი იყო, რომ ქართული მიწა არ გაიყიდოს უცხოელზე. აბსოლუტურად ყველა ვინც იქ იყო მისული, აბსოლუტურად ყველა არის თანახმა, რომ LGBT რაღაცეები არ ხდებოდეს ამ ქვეყანაში. რატო არ ხდება ამ ერის ნების ასრულება? რატო ყოველთვის ვიღაცის ეშინიათ, რაღაცა უხილავი ხელი, რაღაცას ცვლის? რატო ხდება ეს ყველაფერი და სულ ვიღაცას და რაღაცას აბრალებენ? ნუ თუ ვინმე წარმოუდგენია, რომ ასე ერთად შეკრულ და ასე გაერთიანებულ და ასე ძლიერ ქართველ ერს შეიძლება ვინმე ასე ერთად შეკრული ქართველი ერი დაამარცხოს და შეიძლება ვინმე ასე ერთად შეკრულ ქართველ ერს ვინმე რაიმე აკადროს? როდესაც ერის მოსახლეობა 3.400.000 არის, ახლა ღმერთმა იცის იქ რამდენი არის მართლმადიდებელი, რამდენი არის ქართველი, რამდენი გასულია, რამდენი შემოსული არის და დაახლოებით 1.200.000 გამოსული იყო და ეს დღეებია თითქმის მთელმა ერმა მიაგო პატივი. ხო? ამიტომ როდესაც საუბრობთ იმასთან დაკავშირებით და როდესაც სალაპარაკო არის, რომ ერი და ბერი უნდა იყოს ერთიანი და უნდა იყოს ერთმუშტად შეკრული და მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება ერმა გადალახოს ყველა ის პრობლემები, ყველა ის გამოწვევები, რომელიც აი დაღუპვისპირასა ყველაფერი წართმეული აქვს ქართველ ერს. საარსებო გარემო წართმეული აქვს, სამართლიანობა წართმეული აქვს, თავიდან ბოლომდე წართმეული აქვს ყველანაირი აი თავისი ელემენტარული უფლებები. ვინმე შეიძლება რომ წარმოიდგინოს რომ ამ ერს ვინმე დაუპირისპირდეს, როდესაც ასე გაერთიანებულია? არ ვიცი შენ შემოგევლე შენ ვინ ახარ და არც ის მაინტერესებს ჩემი ძმა რას ამბობს და სხვა რას ამბობს და რას ამბობს არ მაინტერესებს მე პიროვნება ვარ და ჩემი დამოკიდებულება მაქვს და ჩემი აზროვნება მაქვს და მაცალე რა ერთ წუთი ლაივი რა ახლა სანამ დამიბლოკი ხარ თუ არ მაცლი და აგბლოკავ იმიტომ რომ ისე თქვაც მინდა არ მაცლი ხო და კითხვას ვსვამ ელემენტარულად აი ყველა ქართველს ვსვამ აი ამ კითხვას რა ბიჭო აი ამ ყველაფრიდან გამომდინარე, აი მე ელემენტარულ კითხვას დაგისვამთ ახლა. ესენი რომ ნამუსიანი, ესენი რომ დღეს რო იყო გამოსული ის რა ქვია, ივანაშვილი უკაცრავად და რაც დიდ სიტყვებს რო ამბობდა ესე და ის მან რო ლექსი წაიკითხა კიდე რა ქვია, ეროვნული ცნობიერების არ მცოდნე ადამიანმა და ეს ეხლა რო გაახსენდათ ყველას ეს რა ქვია სარწმუნოება და ეროვნება მე ელემენტარული კითხვა მაქვს ხალხთან აი ეს ხალხი თავის დროზე აბსოლუტური უმრავლესობა 2012 წელს ხარში ედგა აი ქვეწარმავალს რომელიც დღეს იქ სისინებდა
და აი ეს ხალხი იყო მისი გვერდით მდგომელი და მასთან ერთად მებრძოლი და საქართველოს გადამრჩენი. რო ცვლილებები დაწყებულიყო ქვეყანაში. და მართლა ჭეშმარიტი ქრისტიანული ეროვნული სახელმწიფო დამდგარიყო 2012 წელს. თქვენ ვინმე წარმოგიდგენიათ, რომ ვინმე რამეს უზომდა საქართველოს, რომ ეს ხალხი ამათ გვერდით ყოფილიყო? პატრიარქიც ხო აქეთ მხარეს იყო. საპატრიარქოს სასულიერო პირების ყველა ხო აქეთ მხარეს იყო, ხალხიც ხო აქეთ მხარეს იყო. მაგრამ არა, რაღაცა ძალამ, ესე იგი, რაც უფრო მეტი არის და უფრო ღირებული არის, ვიდრე ქართველი ერი, მათი არჩევანი, მათი ხედვა, მათი სურვილები, მათი ნება, მათი პრინციპები, ეს უფრო მეორე ხარისხოვანი კი არა, მეასე ხარისხოვანი აღმოჩნდა და უფრო ხარისხოვანი აღმოჩნდა სოროსი და სოროსის ჩამოსვლა და სოროსთან ჩახუტება და ნეოლიბერალური გზის გაგრძელება და ეს ნაცქოცობანას თამაში და არაფლის კეთება და პირის დაღება და მერე პირიქით ბრძოლა საპატრიარქოსთან და ბრძოლა ეკლესიასთან და ბრძოლა სარწმუნო. აქ რაშია საქმე, ვიღაცები ერთმანეთს შეიძლება ებრძოდნენ, მაგრამ სარწმუნოებასთან ბრძოლა და სარწმუნოების მიმართ თავალი იერიშის მიტანა გასაბერი ეკლესიების დაშვება, ნარკომანიის დაშვება, ელჭყპტ კანონების დაშვება, ქართული მიწის გაყიდვა, ყველაფერი. ეს ხალხი თქვენ დღეს რო აფრიალებენ და ატრიალებენ იმას, რომ ვაიმე ბერა და ბიძინა იქ იყო, ვინ ჩემი ფეხებია ბერა და ბიძინა, ბიჭო, ვინა ბერა და ბიძინა. ქართველი ერი იყო იქ. და ვინ ჩემი ფეხებია ბერა და ბიძინა და გინდა კობახიძე და გინდა ნებისმიერ. თუ ახლა თქვენ გონიათ მართლა ისა ივანიშვილი ადრე თუ გია რომ მოგდება, ახლა ზოგ შეიძლება კი გონიათ უკვდავი არის, ასე დაფასებს იმას ქართველი ერი? მოატყუებთ გონიათ თქვენ თუ აიქნებ. ხოდა აი კიდევ ერთხელ ვამბობ, ჭეშმარიტების დანახვა მხოლოდ სიკვდილის თვალებში არისო შესაძლებელიო. დაჭირდა ამ ყველაფერს სიკვდილი. რომ კიდევ ერთხელ დაენახა 92 წლიდან დაწყებული დღევანდელ დღემდე გადაფორმატება და ცვლილება ქართველი ერის გადარჯულების, გადაქრისტიანების, ევროქრისტიანობის, თუ რა ვიცი, რა ქვია ამას, ლიბერალური ქრისტიანობის თუ ასე შემდეგ, საქართველოში კრახით დასრულდა. დასრულდა კრახით და აბსოლუტურად ყველა, ვინც ამ წლების მანძილზე ყველანაირ უცხოს, ყველანაირ ქართველი ერისთვის მიუღებელს ცდილობდა ქართველი ერისთვის მიეღებნებია, რასაც პატრიარქი ამბობდა სხვათა შორის, უკანონობის დაკანონებას ვინც აკეთებდა, აი თქვენ ანტიდისკრიმინაციულ კანონთან დაკავშირებით. ყველა იყავით მოღალატე და ყველა ხართ მოღალატე და ყველა იქნებით მოღალატე. დამთავრდება დღევანდელი დღე. პატრიარქი უკვე ისტორიის საკუთრება არის. ხვალინდელი დღიდან ცხოვრება გრძელდება. ხვალინდელი დღიდან რამდენი ეფარებოდით ილია მეორის სახელს და რამდენი ეფარებოდით ილია მეორის ავტორიტეტს ვეღარ ამოეფარებით, იმიტომ რომ ფიზიკურად ცოცხალი აღარ იქნება ეს ადამიანი, ხო? ეხლა მე მესმის რომ ახალი ისინი არის შარლატანები არიან გამოსულები და ეს ახალი შარლატანობა ძალიან მოდაში არის, აი გამოაჩინეს ეს ჩამოწერილი რომ გეგონათ ზოგი ერთებს, ესეთებს ასე იოლად არ წერენ, ეს ლელაკაკულია, გამოჩნდა ლელაკაკულია, რომელმაც გამოაცხადა რომ ხედავს რომ მოდიან ახლები და დიდი ცვლილებები იწყება და ასე რომ მაგრამ ლელაკაკული არისო რომ წინასწარმეტყველებდა ბოლოჟამის შესახებ, პატრიარქის შესახებ, იბერიის გამწყინების შესახებ, ამათმა ლეგენდებმა და ამათმა მითებმა არ გადაუტრიალეს ხალხს ზოგიერთს მართლა რომ ეგონა რომ დაიჯერეს ეს ყველაფერი რომ პატრიარქის სიცოცხლეში იბერია გაბრწყინდება და პატრიარქის სიცოცხლეში ტერიტორიული მთლიანობა აღდგება და პატრიარქის სიცოცხლეში მეორედ მოსვლა მოვა, პირდაპირ დაიჯერეს ეს ყველაფერი. ესეთი ელემენტები შექმნილი არისო ეს ყველაფერი ლეგენდები, თვითონ პატრიარქს მაგი არასდროს არ უთქვია რომ მე ვიქნები ბოლო ჟამის პატრიარქი და ესე შემდეგ კი უთქვია იბერია გაბრწყინდებაო, მაგრამ ჩემ პერიოდში გაბრწყინდებაო, იმას არ უთქვია. ხო, მე არ მახსენდება ესეთი რაღაცეები. ხო და აი ახლა ახალი ლეგენდები და ახალი ჭორები არის ისა ასაყვავებელი და ეს უკვე დაწყებულია ამ ყველაფერთან დაკავშირებით მუშაობა და
რაც მთავარი საინტერესო არის კიდე ხო, აი ამას ახლა მე თუ ხედავ ამ ყველაფერს ხო, ამას ყველაზე მეტად ზუსტად ის ინსტიტუტები ხედავენ, რომლებიც ამდენი ხანი უზარმაზარ ფულს იხდიდნენ საქართველოს გადარჯულებაში და გადაჯიშებაში და რა ვიცი, მართლმადიდებლური ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებად ქცევაში. ხო ეს ასე არისო, რომ ეს ჩვენ არ გვჭირდება ჩვენ გვჭირდება მართლმადიდებლური აქტიური საზოგადოება და საზოგადოების უფლებები ფონდ ღია საზოგადოების ფორმატში. ეს ხალხიც ხო ხედავს ამ ყველაფერს და დღეს აი გაგეცინება ადამიანს რა, აი გაგეცინება, აი გული მერევა ესეთ რაღაცეებზე რა, აი გული მერევა სიმართლე გითხრათ, რომ არ მინდა ამ ტელეფონში ჩახედვაც არ მინდოდა, რამდენი შევხედავდი თინახი დაშელს სიტყვა ეთქმის თურმე პატრიარქის ცხოვრებასთან დაკავშირებით, აგერ ჩერგოლეიშვილი თურმე იხსენებს პატრიარქის ცხოვრებასთან დაკავშირებით. შეუძლოა ბატონი შალვა და როდესაც შეძლებს აუცილებლად მექნება ვიდეო ლაივი ბატონ შალვასთან შემოგივა. ხო და რაში არის საქმე, იცი? აი რაში არის საქმე? აი ასეთ ვიგინდარებს რო ერი თავზე ისვამს. მე იმ ხალხსაც ვეუბნები, ვინც იქ იყვნენ მისულები. აი ასეთ ვიგინდარებს გინდა ივანაშვილისნაირ ვიგინდარებს რო ისვამს თავზე. აი ეს ზნეკეთილი ერი. რა ფენომენთან არის საქმე? ესეც კი ახლა ქრისტიანი გახდა თურმე. ბიჭო, ის კი არა, რომ გამოვიდეს ადამიანმა და თქვას, აი რაღაც ამბავში შეიძლება როგორც მისი პრინციპი. მე ისეთ ადამიანებს, რომლებიც ამბობენ, რომ მე ვარ ბოროტი და მე ამ ბოროტებას ვაკეთებ, იმიტომ რომ მე ბოროტი ვარ, თავისებურად პატივისცემას იჩენს ეს ყველაფერი. იმიტომ რომ ცუცაც რო აკეთებს, აღიარებს, რომ ცუც აკეთებს და არ თამაშობს და არ ფარისეულებს. იმის მაგივრად ეს ხალხი რო გამოვიდნენ და თქვან, კი, ჩვენთვის ამ საერთოდ გაჩუმდნენ. ჩვენთვის ილია მეორის გარდაცვალება ეს არის ბედნიერება. ახლა ვეცდებით, რომ დაირიოს ყველაფერი საპატრიარქო დაიშალოს, ხალხი გაწმილდეს, ასე იქნას, ისე. არა, ამის მაგივრად ისინი გარდაიქმნენ უცებ დიდ ქრისტიანებად. ამათ ახლა გაახსენდათ ის რა ქვია სარწმუნოება, ღმერთი, ქრისტიანობა. რატო? იმიტომ რომ ხედავენ, რომ ეს ექსპერიმენტი რაც საქართველოში სარწმუნოების ბრძოლას, რასაც ახორციელებდნენ ღიად, დაუფარავად და ხშირ შემთხვევაში თვითონ სასულიერო პირების ხელითაც. კი, ქრისტეს სახელს იგივე საპატრიარქო სახელითაც ებრძოდნენ. განსაკუთრებით აი ამ ბოლო პერიოდში, როდესაც პატრიარქი შეუძლოდება. იგივე ჯაღმაიძე აიღეთ. დღეს რო მათ გამოდის ეს კრავივით რო გამოაქთავი. გინდა ის აიღეთ, რა ქვია, ამათი ევრომამაოები რო არიან. ის წმინდანად რო ითხოვს ახლა პატრიარქის შერაცხვას, ის თავის დროზე მიშას იესო ქრისტეს ადარებდა 40 დღეო ქრისტესავითო იშიმშილაო, იმანო რა ქვიაო. მიშამო და ახლაო ზიარება და ისჭირდებაო. მიუხედავად აი ამ ყველაფრისა ის რაც საქართველოს და ქართველი ერის მიმართ აკეთებ. ხო ხედავთ, რომ წყალში გაქვს ჩაყრილი. და ეხლა მინდა მივმართო აი ამ ივანაშვილს რა და თავის ბრბოს მინდა მივმართო რა. ბიჭო, ხო ხედავთ, რომ მიუხედავად თქვენი ყველაფრისა, თქვენი ტრიუკებისა, თქვენი ფულისა, თქვენი სახე, თქვენ ქართველი ერთან არაფერი არ ახართ. ხო ხედავთ ამას. გასაგებია, ამიტომ არ აძლევთ ადამიანებს საშუალებას, რომ ქართველ ერთთან საუბრის საშუალება კონდეს, ინფორმაციის მიტანა კონდეს, ეროვნული პოზიციის სწორად ჩამოყალიბებაში, ყველანაირად ამიტომ ახდენთ. მე ჩემ თავზე მარტო არ მაქვს ლაპარაკი. ელემენტარულს ვამბობ. ნებისმიერი ადამიანი, ვინც ეროვნული ინტერესი ოდნავ მაინც ხმას ამოიღებს. ყველას გამარგინალიზება, ყველას დაცინვა, ყველას დაბლოკვა, ყველას დაჭერა, ყველას გაქცევა, აი ამიტომ აკეთებენ ესენი ამას, რომ არ მოხდეს რაღაცნაირად ერის კონსოლიდირება ეროვნული მიზნების მიმართ. ხო და ბიჭო, რამდენი ხანი შეინარჩუნებთ ამას არ ვიცი.
არ ვიცი, ეს ტრიუკები და ეს ზღაპრები და ეს დადგმული ამბები არ გელევათ, მაგრამ მე მაინც ერთი რაღაცის თქმა მინდა, იცი? მე არ ვიცი ეს ჩემს სიცოცხლეში მოხდება, ასე იქნება ეს ამას მნიშვნელობაც არ აქვს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამას, მაგრამ მე ერთი რაღაცის თქმა მინდა. აი 35 წლიანი ექსპერიმენტის შედეგად. და რაც აი ამ დღეებმა აჩვენა. მე ვარ ძალიან ბედნიერი, რომ მე დავინახე ქართველერში ისევ და ისევ ის მუხტი და ის სულისკვეთება მიუხედავად ყველაფრისა, რომ არ გამქრალა. და მე არ ვიცი როდის იქნება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად იქნება. რომ ვიღაცა რაღაცნაირად მაინც შეძლებს ამერის გაერთიანებას. და აი ეს გაერთიანებული ძალა ადრე თუ გვიან გადაგივლით. აი რისიც ყველაზე მეტად გეშინიათ. აბა როგორ უნდა ვილაპარაკო თავისუფლად, რატო არ უნდა ვილაპარაკო თავისუფლად? ის რომ პატრიარქი გარდაიცვალა, ამიტომ უნდა ვიყო შებოჭილი? პატრიარქმა იცოცხლა ძალიან დიდი ხანი. 50 წელი ალბათ რეკორდი არის პრაქტიკულად თუ ვინმე სასულიერო პირებს უმართავთ ეკლესია, არ ვიცი მე ხა ზუსტად თამაში. მან შეძლო თავისი საქმეების კეთება, მან შეძლო ბევრი რაღაცის საშუალება მიეცა. და ბოლო დროს როგორც პატრიარქი, როგორ მდგომარეობაშიც იმყოფებოდა, მე პირადად გული მეწვებოდა, რომ ასაკში მოყოფი მოხუცი ადამიანი ამ მდგომარეობაში იყო და არ აძლევდნენ საშუალებას, რომ პატრიარქს დაესვენა და მის ადგილას ვინმე მოსულიყო, რომელიც გააგრძელებდა ქვეყნის მართვას და ის ბოლო განსაკუთრებით ეს წლები რაც იყო მისი ავადმყოფობიდან გამომდინარე, როგორც სარგებლობდნენ განსაკუთრებით აი ხელისუფლება და ოპოზიცია ვეღარ ისარგებლებდა. ამიტომ როგორც ადამიანური თვალსაზრისით პატრიარქს იმხელა ცრემლი და იმხელა პატივის მიგება ხვდა წილად ეს ადამიანი ყველა მიწაზე გაჩენილი, ყველა ჩვენ ხوار გვავიწყდება, რომ ყველა მოკვდავები ვართ. თუ რა გონიათ ახლა ქალბატონო მანანა თქვენ, რომ ადამიანის სიცოცხლე მუდმივია, რაციონალურად რატო არ უყურებთ ამ ყველაფერს? პატრიარქს მიეცა საშუალება თავისი საქმიანობის განხორციელების. როგორი იყო, რანაირი იყო, მე ამას ვიტყვი, ამას ისტორიაში აფასებს. იმიტომ ისტორია აფასებს ყველას. გერმილე ნემსაძე შეაფასებს, ან ეს ქალბატონი მანანა შეაფასებს, ასე არ ხდება. შეაფასებს დადებით და უარყოფით მხარეებს ყველაფერს ისტორია შეაფასებს. ამიტომ პატრიარქი არ ყოფილა პატარა ასაკის, არ ყოფილა რაღაცა ტრაგიკული გარდაცვალება, არ ყოფილა მიიცვალა მხცოვანი ადამიანი. ხო? და დაისვენა კიდეც ამ ქვეყნიური სატანჯველიდან. ორადორი ადამიანი ენოქი და ელია იყო, ხო, რომლებიც აცილა სიკვდილს უფალმა დანარჩენი ვინც დაბადებულა ყველა სიკვდილის შვილია. ხო და არ შეიძლება ესეთი სასოწარკვეთილება ხალხო. არ შეიძლება ესეთი რაღაც. არ შეიძლება ის ვითომ ფეხაკრებით და ვითომ ნელ-ნელა, მაგრამ ინტრიგები, ჭორები, სიბინძურეები არ შეწყვეტილა. არ შეწყვეტილა იქეთ. ვაიმე რუსეთის პატრიარქი ჩამოვიდა, იქ ვიღაცა კივის წივის იქ პედოფილი იყო იმ რუსების პატრიარქი პუტინმა წერილი გამოაგზავნა. პატრიარქი არ მოიხსენიეს სრულად ეს ნაგვობა, ეს თქვენ გონია ჩეჩერდა? არა, ახლა შეშინებული არიან, უბრალოდ და წყნარად არიან, რომ იმიტომ არ უნდათ ხალხის აგრესია იმასკნა, რა ქვია, საკუთარ თავზე გამოცადონ ამ უბედურ დღეებში. და არიან ახლა ქრისტიანები არიან. რა არ მოხდა იქეთ ატეხილი წიბილკივილი კი? არის ხალხი, რომლებსაც აქვთ ის ბევრი წყენა იმ 90-იანი წლებიდან და ყველა ადამიანია, ხო? პატრიარქსაც შენდობა უთხოვია ხალხის მიმართ. რა არ ყოფილა? მომიტევეთო და არტიროდა? ხალხს არ თხოვდა შენდობას?
პატრიარქმა ყველანაირი საიდუმლო იცოდა იმ ბოლო წლების, რასაც ჩვენ ალბათ ვერასდროს ვერ გავიგებთ. და ძალიან კარგად იცოდა ის სიბნელეები თუ რაც ხდებოდა. და როგორც ადამიანურად მას თუ არ ექნებოდა განცდა ამ ყველაფრისა, ვის ექნებოდა, ხო? ხო და ეხლა თქვენ რატო გამოდიხარ და რატო იძახით იმას, რომ რა ვიცი, აბა უცოდველი ამ დედამიწაზე ადამიანის მეტი არავინ არა, ქრისტეს მეტი არავინ არ ყოფილა და როგორ შეიძლება ეგეთი რაღაც? კი ბატონო, ასეც უნდა ყოფილიყო. მე ერთი რაღაცის თქმა მინდა, ხალხო, კიდე ერთხელ გავიხსენოთ, კაცო, რუსეთი არის მართლმადიდებლური ქრისტიანული ქვეყანა არის, ვის მოწონს, ვის არ მოწონს, ეს სხვა ამბავი არის, მაგრამ ასე იყო ეს ბიზანტიასთანაც. ბიზანტიაც ქრისტიანული ქვეყანა იყო და ბიზანტიაც ძალიან გვაწვალებდა ისტორიულად. რუსები არ მალავენ, რომ ისინი მესამე რომს წარმოადგენენ და ძალიან რთული იყო ქრისტიანული საქართველოს და ქრისტიანული ბიზანტიის ურთიერთობა, მაშინაც კი, როდესაც ოსმალები ორივეს უესეოდნენ და გვაწიოგებდნენ. ეს ისტორიული მოვლენაა და რამდენი პოდლობა გვახსოვს ჩვენ ბიზანტიის იმპერიის. რატო გონიათ, რომ ისტორია აი ახლა დაიწყო ან ახლა მთავრდება? რა თქმა უნდა, ახლა წმინდანებიც იტყოვენ და იმიტომ რომ მოსათხოვია, ხო? ყველა მიცის, ყველა ადამიანმა იცის, რომ უფლის გარდა თუ ვინმე ქრისტიანია, უცოდველი არავინ არ ყოფილა და ვის რა ცოდვა აქვს, თვითონ უკეთესად იცის და შეიძლება თვითონაც არ ცოდეს ბოლომდე. ხო და რა შეიძლება რა იცი ესეთი რაღაცა ცხოვრება გრძელდება, ცხოვრება მიდის ხვალიდან უკვე ახალი ცხოვრება იქნება. ყველაზე მეტი დიდი ბრძოლა აწი მოუწევს, იმიტომ რომ აი ეს ერთობა თქვენ გონიათ, ეხლა რომ სიმშვიდე და სიწყნარი არის აი ამ დაძაბულობის ფონზე, ვინ გააჩერებდა? ვინ გააჩერებდა? აი ამ ზიზღს, შურს, ბოღმას. მე კიდე ერთხელ ვამ, ქართველი ერი არის ზნეკეთილი ერი. ქართველი ერის ძალიან მიმტევებელი ერი. ძალიან ბევრის მომთმენი და ბევრის პატიებელი, მაგრამ თუ აფეთქდება ქართველი ერი, მაშინ არის დაუნდობელი. და მე მჯერა, რომ ეს ერი ადრე თუ გვიან აფეთქდება. და როდესაც აფეთქდება, მაშინ არ დაგინდობთ თქვენ. არ დაგინდობთ პატრიარქის სახელს ამოფარებულ ვირთხებს, არ დაგინდობთ ეკლესიას და ჯვარს ამოფარებულ უამრავ ნაძირალას, რომელმაც ეს ერი ასეთ დღეში ჩააგდეთ. როგორ დღეში იმყოფება დღეს? ეს მოხდება. და როგორც მე ვიტყვი ერთ რაღაცას რა, როგორც 9 აპრილს დაინახეს ქართველი ერის ერთობა. აი ძალიან ამას მინდა ძალიან დიდი ყურადღება მიაქციოს ყველა, იმიტომ რომ ამ ყველაფერს რა მოყვება, მე ძალიან კარგად ვიცი. თუ არა აი დაიმახსოვრეთ, ეხლა დღეს დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა და ძალიან მალე ნახავთ ამ ყველაფერს. 9 აპრილს, როდესაც დაინახეს, რომ ქართველი ერს შეუძლია ერთობა და ერთად დადგომა და ეს დაინახეს როგორც ქვეყნის გარეთ, ქვეყნის შიგნით, მოსკოვშიც, ლონდონშიც და ასე შემდეგ შეერთებულ შტატებშიც და ყველგან შეთქმულება განხორციელდა ქართველი ერის მიმართ, რომ ეს ერი არ ყოფილიყო ერთიანი. და საქართველოშიც რაც მოხდა, მე არ ვამბობ ამას ცხონებული ზვიად გამსახურდია ამბობ და ამას დებილი უნდა იყო ამას რო ვერ ხვდებოდა ისედაც ადამიანი. გორბაჩოვის და ბუშის მიერ ჩემ წინააღმდეგ ჩატარდა ოპერაცია და ქართველი ერის წინააღმდეგ ჩატარდა ეს ოპერაცია განადგურების, რომ ქართველი ერი არ იყოს ერთიანი და მთლიანი. და როდესაც გავიდა, აგერ ახლა 9 აპრილის მერე რამდენი ხანია გასული და ის რაც დღეს ხდება, ამას ხედავენ ქუჩაში. ხვალინდელი დღიდან თქვენ ნახეთ რა დაიწყება. უმძიმესი პერიოდი დაიწყება. ეს რაც აქამდე იყო, ეს ზღვაში წვეთია. და რა არის ამ ყველაფრის მიზეზი, იცი? აი იმას, რასაც ხედავთ ქუჩაში დღეს. აი იმ
ქრისტიანობას, აი მართლმადიდებლობას, აი მიმტევებლობას, აი ყველაფერს. აი ახლა დაიწყება. დაიწყება როგორც ეკლესიის შიგნიდან, ასევე ეკლესიის გარედან. აი ნახავთ თქვენ ეს ნიანგისრემლება ხალხი, ხიდაშელები, ხატია დეკანოიძეები, ეს ჩერგოები, აი ესენი რას გააკეთებენ? და აი თქვენ ნახავთ ეს ივანაშვილიც და ეს ყველაფერიც რას გააკეთებს? ამიტომ ვამბობ ერთადერთ გამოსავალს. ერთადერთი გამოსავალი არის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება მართლმადიდებლობის და ეკლესიის ჩართულობა სასულიერო პირების ღრმად უფლებამოსილების გადანაწილება დაარქვით თუ გინდა სახელმწიფოს და ეკლესია ერი და ბერი უნდა გაერთიანდეს. სხვა შემთხვევაში ეს 90-იანი წლების ჯოჯოხეთი მონაგონი იქნება. არაპატიებენ ერთს ასეთ ერთობას, არა. ჩვენ ქართველებს ბევრ რაღაცას არ გვაპატიებენ, არ გვპატიობენ და არ გვაპატიებენ. არ გვაპატიებენ იმას, რომ ჯერ ერთი ქართველი საერთოდ ყველასგან უნათესაო არის და ისეთ ადგილას ცხოვრობს, რომელი ადგილიც ყველას უნდა ქართველი ერის გარეშე. ამას არ გვაპატიებენ. ეს ერთ ისტორიულად ასე იყო ყოველთვის. მე არ გვაპატიებენ ზუსტად ქრისტიანობას და სარწმუნოებას, თუნდაც აი ამ 21 საუკუნეში, როდესაც ღმერთზე კოლექტიური ეპშტეინები, ახლა თქვენ ამას გაპატიებთ, რაც ხდება ქუჩაში? გაპატიებთ ახლა თქვენ ამას კოლექტიური ეპშტეინები? ელემენტარულს გეკითხებით. სატანისტები, რომლებიც პირდაპირ ბავშვების სისხლს ამსვამენ და ხორცს ჭამენ. ესენი არანაირად ჩვენ ისტორიას არ გვაპატიებენ ჩვენ კულტურას, რომელიც თვითმყოფადია და ინდივიდუალური არის. არ გვაპატიებენ ჩვენ ისტორიაში სტალინს. გამორიცხული ეს დაივიწყეთ ეს ქართველი გენის რომ იყო, იმიტომ არის ამ ხელა ზიზღი და სიძულვილი. იმიტომ მან მთელი მსოფლიოს და კაცობრიობის ბედი შეცვალა. ვისაც ჩემი არ გჯეროდათ, ეხლა პატრიარქის სიტყვებს მაინც თუ მოусმინეთ, რას ამბობდა. შეიძლება იმის მაინც დაიჯეროთ. აი სხვა ყველაფერი გჯერათ, ამ საკითხში არ გჯერათ? არ გვაპატიებენ ზუსტად აი ამ ყველაფერს, რომ ჩვენ ვართ ამ ტერიტორიაზე, არსებობა გვინდა და ქართული ცხოვრება გვინდა. არ გვაპატიებენ. უკეთესად იქნება ქალბატონო ნინო იმ შემთხვევაში, თუ კი ერი და ბერი იქნება გაერთიანებული და ერთმანეთის ჭამას დაანებებენ თავს, შიდამტერი ამოიძირკვება, ამ შემთხვევაში იქნება და იქნება ყველაფერი. სულიერად გამთლიანებული ქართველი ერი აბსოლუტურად ყველანაირ პრობლემას გადალახავს. აბსოლუტურად. და ქართველების ერთობას ნამდვილად ვერ შეძლებენ ვერც ივანაშვილები, ვერც ქოცები, ვერც ნაცები და ვერც ამ ჯიშის ადამიანები, მაგრამ მე ერთი რაღაცის თქმა მინდა. თქვენ არ შეგიძლიათ ქართველების ერთობა და საქართველოს ერთობა, ეს გამორიცხულია თქვენ, გამორიცხულია ჩარჩი ვაჭრიდან მოითხოვო ნეოლიბერალიზმის შექმნილი ოლიგარქიდან, მტაცებელი ზვიგენიდან მოითხოვო რაიმე ესეთი ზემატერიალური რაღაცა, რომელიც ყველაფერს ფულში აკეთებს კონვერტაციას. და სხვათა შორის თვითონაც ძალიან დიდ ბოღმაში იქნება, იმიტომ რომ დარწმუნებულია თვითონაც, რომ თვითონ ყველაზე მაღლა იდგა ქვეყანაში ასე ახას წარმოსახვევი და დამოკიდებულება და ის იმასაც ფიქრობს, რომ თვითონ რომ მოკვდება ახლა, თვითონ როგორ ექნება მე პატივისცემა, ის სიკვდილიც კი შეშურდება. და ეს რო თქვენ არ შეგიძლიათ, გასაგებია. და მე მესმის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თუ თქვენ თავის გადარჩენა გინდათ და ქვეყნის შენარჩუნება გინდათ, იძულებით მაინც თქვენი ნების წინააღმდეგ იარეთ იმ გზაზე, რომელ გზაზეც ატარებდით ქართველ ერს ამდენი წელია. მე ამერის შვილი ვარ. ვიცი ამერის ისტორია, ვიცი ამერის ხასიათი. ვიცი ამერის პლუსები და საშინელი მინუსებიც რომელიც გააჩნია. მაგრამ ვიცი რა შეუძლია. ეს სიჩუმე და ეს
სიმშვიდე რაც არის ახლა საქართველოში, ეს არის ქარიშხლის წინ სიჩუმეს რო ეძახი. ამიტომ ირგვლივ რა ხდება, ყველა კარგად ხედავთ. აღარავის აღარ ახსოვს არც წესრიგი, არც პოლიტიკა, არც ეს არავის არაფერი არ ახსოვს. არანაირი წესი და კანონი არ მუშაობს მსოფლიოში. მუშაობს ერთადერთი რამ ძალა. ძალა კიდე ქართველებს გარდა ამ სულიერი სიმტკიცისა და ერთობისა არანაირი ძალა არ გაგვაჩნია ჩვენ. ხო და თუ თქვენ გინდათ ფიზიკო გადარჩენა, ერის დაყოფას თავი დაანებეთ და ჩემი რჩევა იქნება. შეცვალეთ ეს დამპალი ნეოლიბერალური აყროლებული კურსი საქართველოში, თუნდაც ფორმალურად. და აგრძნობიეთ საქართველოში ქართველებს, რომ ეს ქვეყანა მათია. ხომ მიუხედავად იმ თქვენი გეგმებისა, იმ უზარმაზარი არაბული მილიარდების ინვესტიციებისა, მიუხედავად იმ თქვენი იმედებისა, ამ ნეოლიბერალიზმის პროცესში, მსოფლიო ბანკის, სოროსის ფონდ, ევროკავშირის, ნატოს, კვატოს დახმარებით, რო არაფერი რო არ შესრულდა, ხო ხედავთ, აგერ დღედაღამე ფულებს რო ელოდებოდით საქართველოს გაყიდვით, რო გინდოდათ გაძღომა. ხო ხედავთ რა დღეში არის ეს თქვენი არაბეთი. საქართველოს ინვესტიციის არცალია და ვერც მოიცლიან ეგენი ვერასდროს. ვერც მოიცვლია მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ აქამდე არ უნდა მიგვეყვანა საქმე. მე დედა თამარს როდესაც ვესაუბრებოდი, ვინც ნახა ჩემი და მისი ერთობლივი ვიდეო სტრიმი თუ არა და დევს ჩემი YouTube-ის არხზე, მაშინ ამ დედაო ბრძანა, რომ არ მოხდებაო შვილო, ისეთი ამბები მოხდებაო, რომ საერთოდ არავის არ გაახსენდება საქართველოში ინვესტიცია, მაგრამ მაინც თუ მოხდებაო რაღაც ფორმითო, რაღაც ნაწილიო, ეს იცოდეთო გაყიდული ყანდურების აქციელი იქნებაო. აი ზუსტად რა მოხდა. აი ის ხდება ზუსტად. ხო და კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო. ამ მადლიან ქვეყანას ღმერთის მეტი პატრონი გასაშული არ აღავს, ხო ხედავთ. ღმერთის მიმართ და ამერის მიმართ ჩადენილ ცოდვებს ვის როგორ მოგეზღებათ და გეპატიებათ, ეს ცალკე საკითხია. კი ბატონო, არ იარსებებს მალე მაგ სახელმწიფოს საერთოდ შანსი აქვს რომ გაქრეს რუგიდან. ემირატებს გულისხმობ, აი ძალიან კარგად გაახელთ, ძალიან თვითონ ისტორია და დროება აჩვენებს ყველაფერს რა. თორა და დროება დაალაგებს ყველაფერს თავის ადგილას. ისე როგორც ბევრჯერ ყოფილა ქართველიერი გადაშენება არ გადაშენების პირას, მაგრამ მაინც შეცვლილა რაღაცა მოულოდნელად, ან ვიღაცა უჩუქნია ერს. ეს აუცილებლად მოხდება. და ზუსტად იმიტომ მოხდება, რასაც დღეს თქვენ ქუჩაში ხედავთ. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ამათმა ვერ შეძლეს ქართველიერის გათახსირება, გადაგვარება და ქართველიერის და საქართველოს ოდომ გუმრად ქცევა. მიუხედავად იმისა, რომ არც ერთ ერზე არ ჩატარებულა იმდენი ექსპერიმენტი, რამდენიც ქართველ ერზე ჩატარდა და საქართველოს გადარჯულებაზე, გათახსირებაზე და გადაგვარებაზე ჩატარდა, როგორც გარემ მტრიდან, ისე შიდა მტრიდან. დანარჩენს კიდე მალე ვნახავთ. თუ არა და აი დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები. ეს ასე იქნება. მაგრამ თუ ხელს გავანძრევთ და თუ ცოტა აზრზე მოვალთ, ერთმანეთის ჭამას თავს დავანებებთ და ეროვნულ პრობლემების მოგვარებით დავკავდებით და არა ვიღაცა ლიდერებით და ასე შემდეგ, მაშინ ბევრად მეტი იოლად გადაურჩებით იმას, რაც გველოდე. ესა. ამაში არის საქმე. ძალიან ბევრმა დაივიწყა. რა ერის შვილია, რა ქვეყნის შვილია?
ვინდა რა ძალა მფარველობს ამ ქვეყანას. ეხლა კი დაგემშვიდობებით, დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის და დავაკვირდეთ ამას. აი ნახავთ თქვენ ხვალინდელი დღიდანვე რა დაიწყება საქართველოში და უახლოეს მომავალში თქვენ ნახავთ რა რამდენი უბედურება დატრიალდება რომ საქართველო გაიხლიჩოს და დაიშალოს და ეს მადლი რაც დღეს ტრიალებს ქართველ ერში არ გაყვეს. ამის საფუძვლები დიდია. პირველ რიგში ნაცნობობით და პოლიტიკანობით დაწყებული და მერე იქ ყანდურიზმით და 1000 უბედურებით. აი ნახავთ ეგ მალი. დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის.